გლოსავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა და მინდა რომ დაგლოსოთ, ჯანმრთელობა გქონდეთ, სულიერ წინსვლა მზის გახსნა. მინდა რომ ეს მარხვა რომელიც თითქმის გავიდა უკვე და ერთი კვირა დარჩა ზოგა და ნებიშვიდეული ყოფილიყოს კიდევ კვლავ და კვლავ ყოფილიყოს ჩვენი სულიერ წინსვლის საწინდარი. დღეს ვინც ეზიარება როგორც აღნიშნე, მე ახლა ამ კუთხევით ეზიარება კიდევ შემდეგ დღესასწაულებზე აღდგომის ჩათვლით. როდესაც ადამიანი ღმერთთან მიდის და აჩვენებს თავის პირისახის, ღმერთი ყველაფერს ხედავს. მაგრამ როცა ადამიანი მიდის ღმერთთან გულწრფელად, გულახდილად, ხედავს, რომ უფალს უყვარს იგი და მასაც უყვარს უფალი. ღმერთი ყველაფერს ხედავს და მცდელობას სათნოდ უჩენს. არავინ არც მზად ვარ, არც ღირსი არ ვარ ზიარებს, მაგრამ როცა ადამიანი მოდის და ღმერთთან მოდის, ღმერთს უყვარს იგი და ღმერთი კეთილი თვალით უყურებს ყველაფერს, ხო თავის ქმნილებას და აზიარებს მას. კუძზე არ გადის ქრისტიანობა. ეს დააშავე, ის დააშავე, ეს ამ დააშავე, ის და ღმერთი არ აწარმოებს ქრისტე სტატისტიკას ცოდვებს. შენ როგორ გინდა რომ უკეთესი იყო, შენ როგორ გინდა რომ კარგი იყო, შენ როგორ გინდა რომ წინ წახვიდე, ჯანმრთელი იყო, სულიერად, ხორციელად, შენს კონდეს მადლი, სხვასაც მადლი გაუნაწილო. მე გამოგირჩიეთ თქვენ და არა თქვენ გამომირჩიეთ მე. ჩვენ კი არ ვირჩევთ უფალს. უფალი თქვენ გვირჩევს ჩვენ. ღმერთი გირჩევს შენ. იმიტომ რომ ღმერთი რო გირჩევს, ის ხედავს ყველაფერს და გარჩევს შენ. იმ შენ განსაკუთრებულ მისიას გაძლევს. ნურავის ნუგონი რომ ჩვენ ვირჩევთ ღმერთს. ღმერთი იცის ქრისტემ. ის გირჩევს შენ. შენ რო წარმოდგენა არ აქვს, ისე გიყურებს და იმ მხრიდან, იმ რაკურსიდან გიყურებს და ისე ხედავს. რომ შენ წარმოდგენა არ აქვს. აი გირჩევს შენ და შენ რო აღმოგაჩინა და გამოგირჩია, იმიტომ მე შედეგად შენს მივხვდი ამას და შენს გონია რომ შენ გამოარჩიე. შენ კი არ გამოგარჩია, ჯერ იმან გამოგარჩია და იმიტომ გამოარჩიე შენ. ეს არ უნდა დაგვეცოს, ღმერთი გვირჩევს ჩვენ და არა ჩვენ ვირჩევთ ღმერთს. და ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე, რომლისა გარდა ჩვენ სხვა ღმერთი არა ვიცით, ის იყოს თქვენი მფარველი. ქრისტემ იცის ყველაფერი. განკაცდა ჯვარსეცვა აღზრდა ამაღლდა ზეცად და დაგვიტყვა მთელი უზარმაზარი სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებანი და გზა. სიცოცხლე და ჭეშმარიტება მოგცა ჩვენ. და ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, როგორც არ უნდა წავიკითხოთ ბევრი ლოცვები, რამდენი მეტანიებიც არ უნდა გავაკეთოთ, რაღაც აი ძალიან რომ ეგზალტირდეთ, ხო, რაღაც მოვინდომოთ, რომ ძალიან ექსტრემალურად მოვიმზადოთ. მაინც არ ვიქნებით მზად. და რომ ვიტყვით რომ მზად ვარ, მე ზიარებს, აი მაშინ არ ახარ მზად. მაინც ვაზიარებ, მაგრამ მზად არ ახარ მაშინ. რომ ეტყვი რომ არა ვარ მზად და უღირსი ვარ და აბა შეიძლება რომ მე აღსარებოდ თქვა, შეიძლება რომ მე ვეზიარო. შეიძლება რომ არა ვარ მზად და არც მომზადებული ვარ და არც ნუ ახლა რაღაცა მინიმუმი დაცული მაქვს, მაგრამ გაგებით რომ არა ვარ შინაგან მზად, არა ვარ ღირსი, აი მაგას რომ აი მაშინ უფრო გამორჩეული, მაშინ ხარ მზად. აი ესეთი ხედვა აქვს უფალს. წყალობა მნებობს და არა მსხვერპლიო ნათქვამია. წყალობა მოწყალია და იმიტომ ერთი სული აქვს უფალს რომ უხინოს ცოდვილ ადამიანს. მონანული ცოდვილი უყვარს უფალს. მონანული ცოდვილი უყვარს. ერთი სული აქვს უფალს რომ როგორც აი როგორმე ჩაიგდოს ადამიანის გადარჩენის მაძიებელია, რომ როგორმე ჩაიგდოს ისე რომ არ განუმრავლოს მადლი, მისეს მადლი, მისეს საშუალება რომ მოაქციოს და მისი ტკივილები სულის, სამშველის თუ სხეულის, გულის თუ გონების დაუწყნაროს, დაუმშევოს, განკურნოს. აი თქვენ როცა ეზიარებთ, აშკარად იგრძნობთ, იმ წუთში თუ არ ახარ, დროში თუ არ არის, პარადიულობა ხედავს ყველაფერს. დროში არა, დავაცადოთ და ის თვითონ მოვა ის მადლი და ის შეგრძნება, მიღმიურის შეგრძნება, მარადიულის შეგრძნება მოვა თვითონ. და ისეთ სულიერ სიცოცხლეს, სულიერ სიმშვიდესა და ცეცხლს აღაგზნებს თქვენში, რომ ვერ წარმოიდგენ თუ ამის როგორ შეიძლება რომ მე უღირსი აი ამ მადლის ღირსი გავხდე. რა თქმა უნდა უღირსი, მაგრამ ღმერთი მადლის მიხედვით ადამიანს თავისი კაცობრიობით ღირს ხდის და აძლევს საშუალებას რომ უკეთესი გახდეს ვიდრე არის. არა იმიტომ რომ კარგია, არა იმიტომ მგდელი, იმიტომ კი არა რომ კარგი ვარ და წმინდანი ვარ, იმიტომ რომ ჩემს უარესი ალბათ იმ მომენტში არავინ არ იყო, თორე შეიძლება სულაც არ ყოფილიყო მგდელი. ჩვენ ნოსტიხარი გვაცვია, იმიტომ კი არა რომ წმინდანები და კარგები ვართ, იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ.
თქვენ რო ეზიარებთ, იმიტომ რომ კი არა რომ კარგები ხარ და იდეალური წმინდანი, იმიტომ რომ უფალმა იცის რომ თქვენ გულით, სარწმუნოებით, სასუებით, სიყვარულით, გულწრფელობით მოხვედით და გინდათ განწმენდა და გინდათ მიტევება ცოდათ და ყურნება სულისა და ხორცისა, ეს უნდა უფალ ჩვენ გვეცოდება და ჩვენ ვართ მოწყალები ჩვენი შვილებისადმი, ჩვენი კეთილის ყოფილებისადმი და საერთოდ კი მტრებისადმის გვევალება ეს, მაგრამ ეს მაღალი მცნებაა, მაგრამ გვევალება წესით ხო, იცით ეს. მაგრამ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა, ის არ არის მოწყალე და იმან არ იცის. რა თქმა უნდა, ყოველივე იცის. გაიხსენეთ, როგორ პასუხებს სცემდა ქრისტე თავის მდევნელებს. გაიხსენეთ, როგორი შეიძლება ქონდა მას, როგორი გულის ტკივილი ქონდა, როგორი უმადურობა, როგორი ღალატის, სიძულვილი, დაუმსახურებელი, აბსოლუტურად არაპროპორციული, ყველა ნორმების დარღვევით სასჯელი მიიღო. რათა ის დაისაჯა, რათა ჩვენ სასჯელისგან გამთავისუფლდეთ. ის მოვიდა ადამიანად, რათა ჩვენ ღმერთს მივემსგავსოთ. ის ჩამოვიდა, რათა ჩვენ ავმაღლდეთ, ხო? ამიტომ მოვითმინოთ უფრო. არ დაგვავიწყდეს, რომ უფალმა იცის ყველა ჩვენი როგორი ჭურჭელი ვართ. ყავის ჭიქაში 10 ლიტრას ვერ ჩაასხამ. ხო? პატარა ჭიქას ჩაასხამ, ლიტრას ვერ ჩაასხამ. ვერც 10 ლიტრიაში 50 ლიტრას ვერ ჩაასხამ და ასე შემდეგ. გეომეტრიული პროგრესით გავაგზავნე. ვერ ჩაასხამ. რატო? იმიტომ რასაც იტევს პროპორციულად ჭურჭლისა, საზომისა, ჭურჭლისა, იმის მიხედვით გვაძლევს უფალი. წვეთ შეიძლება ერთი წვეთი თათბილისს ეყოფა. ერთი წვეთი მადლი ღვთისმოქმედს მერთვა დღეს აგერ. და აგვახსოვს, ეხლა მე რო ვეზიარ, იმიტომ ვარ ესე ცოტა აი როგორი თქვენ სულიერად ავმაღლთ უცებ. და ჯერ კიდევ ის ამაღლება სულ არ არის შემოსული, თუნდაც რომ შესისხორცვა, მე რო ეს მადლი უფრო ტრიალებს ორგანიზმში და თავის კიდევ სხვა გენერირებას აკეთებს. დრო უნდა ამას. მაგრამ მე მადლს არ უნდა გაფანტვა. უნდა კიდევ ცოტა შეინარჩუნო, განერიდო, რომ სახში მიხვიდე და განერიდო. არ უნდა აგრე სადღაც წასვლა, მოსვლა, მისვლა დაიკივეს მადლი, რათა მე გაძლიერდეს და შეინარჩუნო ეს მადლი და მე განავრცო ისე. ამიტომ ეს მადლი, რომელიც წვეთ ჩვენს სულიერ ჭურჭელს აღავსებს, ეს მადლი მინდა რომ შეინარჩუნო და გთხოვთ, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდეთ თქვენს თავს, პირველ რიგში თქვენს თავს. და თქვენ რო თქვენ თავს მოუფრთხილდებით, მე აქედან უკვე ჩვენს მეც მომიფრთხილდებით. აგერ ყველას მოუფრთხილდებით და ერთმანეთს მოუფრთხილდებით. რატო? იმიტომ რომ თუ კი ის ადამიანი მიიღებს მადლს, სხვების მადლს მიიღებენ, ხო გარშემო. თუ კი ცუციდან, ხო, სხვებით ზიანდება. ადამიანი ზიანდება, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ ერთ ანთროპული ქსოვილი ერთია. ერთია ანთროპული ქსოვილი. ყველას ერთი ბუნება გვაქვს ადამიანური. პიროვნებები გვაქვს სხვადასხვა, თორე ადამიანური ბუნება ყველას ერთი. ერთნაირად გშია, ერთნაირად წური, ერთნაირად გვიჭირს, ერთნაირად პოსაბჭოთა სივრცის ხილული თუხილოები ბრძოლები ყველას ერთნაირი გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ? სხვადასხვანაირი გაგვაჩინა ღმერთმა. ერთი ორი ფოთოლი არ არის ერთნაირი და ხარ. ადამიანის სტამპი ხო არ არის ყველა ერთნაირი იყოს. ყველა სხვადასხვა ვართ. ამ უნიკალურობაში გვიყვარს ერთმანეთი, ამ უნიკალურობაში. ამ უნიკალურობაში ღმერთმა შეგვიყვარა, ამ უნიკალური ვართ. უნიკალურია ყველა, ცალ-ცალ აღებული. და მინდა ეს ვიცოდეთ. და განუმეორებელი და აი მინდა რომ ეს დიდი სიყვარული უფლისა იყოს დღეს თქვენთან. ეხლა დღეს გაზიარებთ. მან შეგიყვარა თქვენ, მან გამოგირჩია თქვენ, თქვენთვის იყო ეს წირვა, დლებისთვის კი არ იყო ეს მარტო ჩვენ კი ვეზიარებთ, კი ბატონო, მაგრამ თქვენთვის არის ეს. პირველ რიგში თქვენ ხართ თავარი მოქმედი გმირი, თქვენ ხართ გმირები, თავარი მოქმედი, ასე ვთქვათ, ამ დიდი მისტიკური უღრმესი საიდუმლოს თავარი მოქმედი პირები, გმირები, სულიერი არსებები, თქვენ ხართ, თქვენთვის არის ეს. და თქვენ რო ბევრი მოხვალ და თქვენ რო ერთ დაატრიალეთ, კიდე თქვენ რო აი ესეთი სიყვარულში გაძლიერდებით, ის არის უფლის სიხარული. რაცა 2 და 3 შეიგრებოდა სახელისა ჩემისას, მუნ მე ვარ შორის მათსა. ეს ქრისტე არის ჩვენ შორის და ვამბობთ ამას. ქრისტე აქვს ჩვენ შორის. უფლის სამართლ ვილოცოთ. უფალო შეგვიწყალენ. უფალო ღმერთო მაცხოვრებან შენ თავრომელი მოწყალე ხარ და სულ გზელ მონაუთათვის და სიბოროტე და სხვათათვის